ქართველი პაციენტი ყველაზე მომთხოვნი და ყველაზე კრიტიკულია. მართლა. ქართველი პაციენტი თulis რომ ეკუთვნის. თუ იხდის, ხო საერთოდ. საიდან მოდის ეს ეკუთვნის? ეს გვეკუთვნის, გვაქვს რატომღაც არ ვიცი. სომხეთშიც ვარ ახლა დღევანდელ დღეს და თქვენ არიცით, რამდენად მადლიერია თუ რამეს გაუკეთებ. აი მინიმალურსაც, ყურადღებასაც რო იგრძნობს, იმაზე მეტს ვიდრე დაუშვათ ელოდება. ყველაფრისთვის მადლიერია. რა ვიცი, ყვავილით გაჩვენებს ამას, რაღაცის მადლიერებით ის რომ მადლობა რომ უპასუხეთ. საქართველოში ესე არ არის. კონსულტაცია რო უფასოა, ეს ინვესტიცია მომავალ ურთიერთობაში თუ რამე პრინციპი ან ფასეულობაში? ჩემთვის ფასეულობა, აი ზუსტად ის რასაც თქვენ ამბობთ, მეც არ მომწონს, როდესაც უნდა დამელოდოს, სანამ არ გადაიხდი, არ შემოხვალ, აი პაციენტიც ძალიან დისკომფორტი აქვს. ისიც კი რომ დაუშვათ არ აქვს ანალიზის თანხა იმ მომენტში, ჩვენთან შეუძლია რომ აიღოს ანალიზი და გადაიხადოს პასუხზე. და ეს არ მოსწონს ჩემს ფინანსურს, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი ფული არ იყოს მთავარი ურთიერთობაში ჩვენთან.